ჩინეთმა მთის მწვერვალზე რობოტების არმიის დახმარებით ჩუნცინი აღმოსავლეთის რკინიგზის სადგურის მშენებლობა სულ რაღაც 38 თვეში დაასრულა და პროექტი ფართობის მიხედვით მსოფლიოში უდიდეს სწრაფმავალ სარკინიგზო სადგურად ფასდება. რასაც თქვენ ახლა თვალყურს ადევნებთ, ეს გახლავთ სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში ჩუნცინში მდებარე მეგასადგური, რომელიც დაახლოებით 1,200,000 კვადრატულ მეტრზეა აშენებული და ის მოიცავს და აშენდა ამ შემთხვევაში როგორც უმსხვილესი სარკინიგზო ჰაბი. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით პროექტის ღირებულება 7,800,000,000 დოლარი გახლავთ და ჩუნცინი აღმოსავლეთის სადგური ჩინეთის მზარდი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელის ნაწილია და ის სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთს 14 უმსხვილეს ქალაქთან, მათ შორის ჩენდუსთან, უჰანთან, სიანთან, კუნმინთან, ბეიჟინგთან, შანხაისთან, გვანჯოუსთან, ჩანშასთან და ჯანძიესთან დააკავშირებს. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტი მაინც მისი მდებარეობაა, სადგური მთიან რელიეფზეა აშენებული, რის გამოც ინჟინრებს მშენებლობის დაწყებამდე მთლიანი მთის მოჭრა, მოსწორება და შესაბამისი ფორმის მიცემა დასჭირდება. სადგური შედგება 39 ბაქნისგან და 15 სარკინიგზო ლიანდაგით არის აღჭურვილი და პიკის საათებში საათში 16,000 მგზავრის მიღებაზე გახლავთ გათვლილი. მას 8 სართულიანი მრავალდონიანი სტრუქტურა აქვს, 400 მეტრზე მეტი სიგრძის ბაქნები, ჩინეთის მზარდი სარკინიგზო ქსელის განსაკუთრებით გრძელი მაღალსიჩქარიანი მატარებლების მისაღებად აშენდა და გავრცელებული მონაცემებისთვის მშენებლობისთვის გამოყენებულ იქნა თითქმის 2 მილიონი კუბური მეტრი ბეტონი და დაახლოებით 366,000 ტონა ფოლადი. ხოლო სამუშაოების პიკურ პერიოდში პროცესში დაახლოებით 40,000 მუშა და სპეციალისტი იყო ჩართული. ამასობაში საქართველოს რკინიგზამ შეწყვიტა 200 ერთეული სატვირთო ვაგონის შესაწყებლად გამოცხადებული 29 მილიონი ლარიანი ტენდერი. ტენდერი სახელმწიფო შესაძლებლობის სააგენტოს სისტემაში არის დარეგისტრირებული 2026 წლის 8 ივლისს, თუმცა გამოცხადებიდან რამდენიმე საათში შესაძლებლობის სისტემაში აიტვირთა სატენდერო კომისიის ხდომის ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის შესახებ, რათა შესაწყიდი ვაგონების სპეციფიკაციები დაზუსტდეს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს რკინიგზა სატვირთო ვაგონების შესყიდვას არაერთი წელიწადია ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით მონაწილეთა დისკვალიფიკაციის თუ სხვა გარემოებების გამო ტენდერების შედეგად ხელშეკრულებების გაფორმება არ მომხდარა. წინა ტენდერი 2026 წლის 24 თებერვალს იყო გამოცხადებული და მის ფარგლებში 120 ვაგონის შესყიდვა იგეგმებოდა. ერთეული საცხადია და ტენდერის ღირებულება იყო 17,400,000 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მაშინ 4 კომპანიამ მიიღო, თუმცა 4-ვეს დისკვალიფიკაცია მიენიჭა პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო. საქართველოს რკინიგზა ვაგონების შესყიდვას 2023 წელსაც გეგმავდა. ამისთვის დეკემბერში 300 ვაგონის შესყიდვის მიზნით იყო გამოცხადებული განცხადებაც შესაბამისი, რომელიც 55 მილიონი ლარის ოდენობის ტენდერს გულისხმობდა, თუმცა აღნიშნული ტენდერიც არ შედგა, რადგან წინადადება არც ერთმა კომპანიამ არ დააფიქსირა. მანამდე ოქტომბერში იყო მცდელობა, თუმცა მაშინ რკინიგზამ ერთადერთ კომპანიას, რომელმაც წინადადება დააფიქსირა, მასაც დისკვალიფიკაცია მიანიჭა. იმედია ადრე თუ გვიან შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, რაცაც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს და თავად საქართველოს რკინიგზას ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიაჩნია, რომ იქნება სწორი კრიტერიუმებით შერჩეული, გვეცოდინება და გვეყოლება კომპანია, რომელიც საქართველოს დამატებით ვაგონებს მოუტანს. ეს საკმაოდ სერიოზული დეფიციტია დღეს არსებულ ინფრასტრუქტურაში და იმედია საქართველოს რკინიგზის შემდგომი ნაბიჯით სწორედ ეს იქნება. ამასობაში ჩინეთი ვახსენეთ და ჩინეთი და საქართველოს რკინიგზის ამბების გარჩევის შემდეგ მოდი გადავხედოთ რა ხდება მსოფლიო ეკონომიკაში ინვესტიციების კუთხით და სად რა ადგილი უკავია საქართველოს აი ამ მარაკაში.
მსოფლიოში პირდაპირ უსხოური ინვესტიციების, ანუ FDI-ის მოცულობა ყოველწლიურად ტრილიონს აჭარბებს. ქვეყნების სტატისტიკის სამსახურებს თუ ცენტრალური ბანკების მიერ დათვლილი FDI-ის მონაცემები თავს იყრის გაეროს ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციაში, UNCTAD-ში, რომელთაც ყველაფერი დათვალეს და ამ დროისთვის ყველა ქვეყნისთვის დათვლილი ეს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით არის ხელმისაწვდომი. უფრო ახალი 2025 წლის მონაცემები ყველა ქვეყნისთვის ცნობილი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება. მოკლედ, UNCTAD-ის მონაცემებით ყველაზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის, სადაც წლიურად 2024-ში ყოველ შემთხვევაში 278 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შევიდა, ეს 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოში კი 2024 წელს მილიარდ 570 მილიონი ფიქსირდება, რაც შემცირებული იყო 18.6%-ით და საქართველოს ამავე წელს გლობალური FDI-ის 0.1% შეადგენდა. ეს იყო წილი გლობალური FDI-დან, რაც მოდიოდა საქართველოს. რაც ეხება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების წილს, 2024-ში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.66 მიასედის მოცულობის FDI შემოვიდა. ამ მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში არის 46-ე ადგილზე. ეს 2024 წლის მონაცემებით და მერწმუნეთ შემდგომ წლებში, ანუ შარშან ან წელს ეს გამორჩეულად არ გაიზრდებოდა, სადღაც აი ამ 50-ეულში ვტრიალებთ ბოლო ადგილზე. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ყველაზე დიდი FDI აღრიცხვა, ანუ ინვესტიციების აღრიცხვა მაინც ხდება ლუქსემბურგში. 106 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 113% შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ლუქსემბურგი როგორც ერთ-ერთი პატარა, ანუ ჯუჯა სახელმწიფო, იზიდავს ყველაზე მეტ ინვესტიციებს და სწორედ ამიტომ არის ესეთი ფანტასტიკური შედეგი. ლუქსემბურგში თან ინვესტიციები ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანა მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი და გამორჩეული ესეთი საგადასახადო კანონმდებლობით არის ცნობილი, რომელიც კაპიტალის მოძრაობის ერთ-ერთ გლობალურ ცენტრათაც იქცა და აქ ინვესტორები გამორჩეულად მშვიდად გრძნობენ თავს. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ინვესტიციების ფარდობით მეორე ადგილზე არის გაიანა, ქვეყანა, რომელმაც 2024-ში 8 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 35%, მაგრამ ეს არის დაკავშირებული ამ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ ნავთობის უმსხვილესი მარაგების აღმოჩენასთან. და სწორედ ამიტომ გაიჭრა გაიანა FDI-ის მიმართულებით, ესეთ პოზიციებზე, ლიდერულ პოზიციებზე. აი მესამე პოზიციას კი იკავებს ჰონკონგი, რომელმაც 126 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო და ის მთლიანი შიდა პროდუქტის ასევე მესამეც აჭარბებს 31% გახლავთ. მეორე ბლოკში სულ რამდენიმე წუთში დაახლოებით ალბათ ხო, ნახევარ საათში მოგიყვებით და მზად იქნება ნინი ლონგურაშვილის საავტორო სიუჟეტი, რომელიც აღწერს თუ სად გადააქვთ ინვესტორებს კაპიტალი შესაძლო კრიზისების დროს და ვიდრე ეს და სხვა სიუჟეტები გამზადდება, მე არ შემიძლია არ გამოვხატო გადაცემის ამ ნაწილში და მსურს სამძიმარი და თანაგზნობა გამოუცხადო კიდევ ერთ კომპანიას, ქართულ კომპანიას და ბიზნესმენის ოჯახობას, ახლობლებს, მეგობრებს და ნათესაობას. თელავის ღვინის მარანის თანადამფუძნებელი ბიზნესმენი კახა ზუგაკიშვილი გარდაიცვალა. შესაბამის განცხადება რამდენიმე დღის წინ კომპანიამ საქართველოს სოციალურ ქსელში გაავრცელა და კომპანია გვატყობინებს, რომ მარანის თანადამფუძნებელი 63 წლის გახდათ და გარდაცვალებას წინ ხანგრძლივი ავადმყოფობა უძღოდა. კიდევ ერთი ახალგაზრდა უნარიანი საქმიანი კაცი დაკარგა ქვეყანამ, რომელიც თავის თანამოაზრეებთან ერთად წლების განმავლობაში აშენებდა თელავის ღვინის მარანს. ერთი საერთო იდეის გარშემო შეექმნა საუკეთესო ქართული ღვინო. ქართული ღვინო, რომელიც საქართველოს მსოფლიოს გარშემო გაუთქვამდა სახელს. აცხონოს ღმერთმა და საუკუნო ხსენება იყოს კახა ზუგაკიშვილისა, საქმიანი საზოგადოების და BMG-ის სახელით უსამძიმრებ კომპანია მარანს, მის გუნდს, კახა ზუგაკიშვილის მეგობრებს და ოჯახობას ამ შეუსაბელ დანაკლისს. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური სპორტინგის ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ღვინის წარმოება დაიწყო.
ქოჩორას ვენახები, აი ესე ეწოდება ღვინის ახალ ბრენდს, რომლის გაყიდვებით საქართველოს სასმლის სარეალიზაციო ობიექტებში დაახლოებით 1 კვირაა დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში არსებულ საოჯახო მეღვინეობის ისტორიასა და ბრენდირებაზე ფეხბურთელმა კომპანიის Facebook გვერდზე განთავსებულ ვიდეორგოლში ისაუბრა. ბიზნეს რეესტრის მიხედვით კომპანია ქოჩორას ვენახების 2026 წლის თებერვალშია დაფუძნებული. მისი 100%-იანი მფლობელი და დირექტორი გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩორაშვილია და კომპანიის ხელმძღვანელი BMG-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მამა პაპისეული ვენახი კარდენახში ბაზის 3 განსხვავებულ მიკროზონაშია განლაგებული და ღვინის წარმოებამაც თავიდან მცირე 3000 ბოთლიანი მოცულობებით დაიწყეს. სწორედ აი ამ ვენახიდან მოწეული ყურძნით და თან აუთსორსის სისტემით. დღეისთვის ქოჩორას ვენახის 3 დასახელების ღვინოს აწარმოებენ ქოჩორაშვილები კარდენახის მიკროზონებიდან ახოები, წარაფი და კაციტელი და ჯერჯერობით ღვინო საქართველოში ალკოჰოლის სარეალიზაციო ობიექტებზე შედარებით მაღალ სეგმენტში იყიდება და ეს არის ტრადიციული ქვევრის ღვინო, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა საწარმომ ჩამოასხა და ერთი ბოთლის ღირებულება 45-50 ლარი აცხადებს როინ ქოჩორაშვილი. წარმატებები უსურვოთ ქოჩორაშვილების ოჯახს ორთავე მწვანე მობიბინე მინდორში საფეხბურთო მოედანზე იქნება თუ მათ სამამულო ვენახებში. ერთი ამბავიც, რომელიც კრივის მოყვარულებს განსაკუთრებით დაინტერესებთ და გაახარებთ, მაგრამ მე მგონია, რომ თელმა საქართველოს უნდა იამაყოს კრივის ლეგენდარული მწვრთნელი ზაურ ანთია. არც მეტი და ნაკლები ამერიკის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ზაურ ანთია USA Boxing-ის ტექნიკური მწვრთნელის რანგში შეუერთდა, მანამდე მან 20 წელიწადზე მეტი ირლანდიის კრივის ნაკრებში გაატარა და აი ამ პერიოდის განმავლობაში გუნდს 10 ოლიმპიური მედლის მოპოვებაში გაუძღვა. ეს წერია ამერიკელთა განცხადებაში 62 წლის ზაურ ანთიამ ნოემბრის შუა რიცხვებში ირლანდიის სამოყვარულო კრივის ასოციაციის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა და 2 ათეულზე მეტი წლის განმავლობაში აი ეს მოღვაწეობა მან დაასრულა, რომლის განმავლობაშიც ირლანდიელმა მოკრივეებმა 10 ოლიმპიური ოქროს მედალი და არაერთი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მისი ხელმძღვანელობით ირლანდიელმა სპორტსმენებმა 4 ოლიმპიური ციკლის განმავლობაში ელიტურ ტურნირზე ჯამურად 154 მედალი მოიპოვეს. მე მინდა წარმატებები უსურვო ბატონ ზაურ ანთიას, მოკითხები მის ოჯახობას საქართველოში და მის პარტნიორებს გარეთ და დიდი მადლობა ამ მაგარი ამბისთვის და წარმატებები ბატონ ზაურ, წარმატებები და ჯანმრთელობა.